გამარჯობა, მე ლეშიკი ვარ. ეს კი ჩემი მეგობარი პაველია. დღეს გაჩვენებთ, როგორ დავაყენოთ ჯაჭვები ზამთარში ყოველი შემთხვევისთვის. დავიწყოთ. უკეთ რო გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა დამაგრდეს ჯაჭვები უკანა ბორბალზე, ჩვენ მათ თვითონ დავაყენებთ. გახსოვდეთ, თუ შესაძლებელია, ჯაჭვები დაამონტაჟეთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გზავრობა. გადაადგილება. ჯაჭვები შეგიძლიათ გაშალოთ, მანქანაზეთ გაატაროთ და შემდეგ ბორბალზე ჯაჭვების დამაგრება უფრო ადვილი იქნება. ნუ დაელოდებით ბოლო წუთს, სანამ არ გაიჭედებით. დავიწყოთ. მოდი ჯაჭვი ასე განვათავსოთ. გახსოვდეთ, რომ ეს მჭიმი ბორბლის გარეთ მხარეს უნდა იყოს. ეს დამჭიმავი. ის ბორბლის გარეთ უნდა იყოს და არა შიგნით. პირველ რიგში გამგზავრებამდე შეამოჭმეთ ჯაჭვები. ხომ არ არის ცოტა გატეხილი ან გაცვეთილი, რომ საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ. კარგი, ახლა ვეცდებით გავხსნათ, რომ უკეთ წარმოგიდგინოთ, თუ როგორ უნდა დამონტაჟდეს ჯაჭვი. აქ ავიღებთ ბორბალზე, გადავატარებთ და ცენტრში მოვათავსებთ ისე, რომ დაახლოებით შუაში იყოს. როგორც ვთქვით, ჩვენ ასე უფრო ადვილია ჩვენთვის, მაგრამ გვინდა გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა შეაერთოთ ჯაჭვი შიგნიდან. ახლა საქმე რო გავამარტივოთ, წინ უნდა წავიდეთ. ბორბალი და ჩვენი ჯაჭვი ისე გადავიტანოთ, რომ ის მეორე მხარეს გადმოვიდეს. მოდით, ცოტა წინ წავიდეთ. თუ ჯაჭვი უკვე გატარებული გვაქვს, ეს კაუჭი უნდა გამოვიყენოთ, რომ ის ამ მხარეს ჩვენი ჯაჭვის შიდა მხარეს მივამაგროთ. დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს მიმაგრებული ჯაჭვი. ახლა იგივე უნდა გავაკეთოთ გარედანაც. ახლა, როდესაც ჯაჭვის შიდა და გარე მხარეს მიმაგრებული გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს თხელი ჯაჭვი. ის აქ ყველა რგოს შემოუვლის და ეს იქნება ჩვენი დამჭიმავი. რაც შეიძლება ძლიერად გამოვწიოთ, დავჭიმოთ. მოვჭიდოთ, აქ ისე დავამაგროთ, რომ ისევ ძალიან მოკლე იყოს. ცადოთ მისი მოჭიდება, რომ წინასწარ დავჭიმოთ. ჯაჭვი აქ ყველგან დაჭიმული გვაქვს. ეს ჯაჭვის დამჭიმავი წინასწარ დაჭიმულია, რომ აქ არ ირყეოდეს. $50-100 მეტრის გავლის შემდეგ გავჩერდეთ და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ჯაჭვის დაჭიმულობა. თუ საკმარისი არ იქნება, დავინახავთ გარკვეულ მოდუნებას, მოშვებას და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება. მოხსნათ დამჭიმი, ცოტა უფრო შორს ღრმად გადავწიოთ და შემდეგ ისე მოვჭიმოთ. ჩვენი ჯაჭვი მოშვებულია და ვარაუდობით კიდეც, რომ ასე იქნებოდა. აქ ჯაჭვის დამჭიმავზე ხელახლა უნდა დავჭიმოთ. მაქსიმალურად დავჭიმოთ. ჩვენ ის ცოტათი კიდევ გავჭიმეთ, რამდენადაც შეგვიძლია.
ვცადოთ სადმი აქ მიმაგრება, რომ არ მოძვრეს. ახლა კი, თუ ჯაჭვებით მოძრაობა მოგვიწევს, გავჩერდეთ და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ჯაჭვის სიმყარე. გახსოვდეთ, შეეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ. თუ შესვენება გააქვთ და ვიცით, რომ თოვლი მოვა, შესვენებისას ჯაჭვები დავაყენოთ. თუ გაიჭედებით და გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ და ჯაჭვები წინა ბორბლის ქვეშ შეაჩუროთ, ჩართოთ დიფერენციის საკეტი და ფრთხილად წახვიდეთ წინ. ეცადეთ, მაგრამ არა ძალიან ძლიერად, რომ ჯაჭვები თქვენი ბორბლების ქვეშ არ გამოვარდეს. შემდეგ კი შეგიძლიათ ჯაჭვები ბოლომდე დააყენოთ და უსიამოვნებას თავი დააღწიოთ. ჩვენ ასე შეგვიძლია, თუ გვაქვს შესაძლებლობა, დომკრატით ავწიოთ ჩვენი ღერძი და შემდეგ დავამონტაჟოთ ჯაჭვები. ამას არანაირი წინაღობა არ აქვს. თუ მათ სწორად დავამონტაჟებთ, გახსოვდეთ, რომ ისინი უნდა იყოს ცენტრირებული და სათანადოდ დაჭიმული, როგორც აქ არის ნაჩვენები. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარეთ და გეპატიჟებით ჩვენი შემდეგი ვიდეოების სანახავად. შეხვედრამდე.